სიკეთის შაბათი. ლილე გაიღვიძე ლილე. ლილემ დიდი ლამაზი ცისფერი თვალები გაახილა. საწოლზე ჩამოჯდა. ოქროსფერი თმები მხრებზე ჩამოეყარა. პრინცესულად ლამაზი თავის რხევით თმები გაისწორა. თვალები მოიფშნიტა და თავის მეგობრებს მიესალმა, რომლებიც უკვე საწოლზე მოკალათებულიყვნენ. ლუი საწოლზე მოუსვენრად დახვდოდა. მიმი კი დინჯად ცდილობდა მეგობრის სრულყოფილ გაღვიძებას. ჩემო ძვირფასებო, ვიცი, განადამავიწყდა. დღეს სიკეთის შაბათია, სალაშქროდ მივდივართ. ტყეში და მახეში გაბმულ ცხოველებსა და ფრინველებს ვათავისუფლებთ. სწრაფად ლილე, აბა ვინ მოასწრებს? დაიძახა ლუიმ, საწოლიდან გადახტა და ისევ მოუსვენად დაიწყო აქეთ-იქეთ სირბილი. ლილე ნაზად ადგა საწოლიდან, მოწესრიგდა და მეგობრები გაემგზავრნენ უღრანი ტყისკენ, სადაც ყოველ შაბათს ბევრ ცხოველსა და ფრინველს მახიდან ათავისუფლებდნენ. ტყის გზას რომ დაადგნენ, მოიღრუბლა. ქარი ამოვარდა. ღრუბლები დიდხანს ურჩობდნენ, მაგრამ ქარმა თავისი გაიტანა, ატყდა ჭექაქუხილი და დაუშვა შხაპუნა წვიმა. მეგობრებმა წვიმის წვეთებთან თამაში დაიწყეს. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გუბეებზე ხტომაში. ერთ გუბეში ლუი გაუჩინარდა კიდეც, მაგრამ მიმის მოხერხებულობამ იხსნა მეგობარი. ლილე სიყვარულით ჩესქეროდა მეგობრებს და ასე თამაშით შეუყვნენ დაბურულ ტყეს. ტყეში კიდევ უფრო ჩამობნელდა. გზის გაკვლევა შეუძლებელი იყო, მაგრამ გულად მეგობრებს არც უფიქრიათ უკან დაბრუნება. უეცრად ლილემ შორს მანათობელი მოძრავი წერტილი დაინახა. სასწრაფოდ იქეთ გაემართნენ მეგობრები. გზადაგზა წერტილები გამრავლდნენ და მეგობრები ციცინათელად და ველზე აღმოჩნდნენ. ლუი მოუსვენრად ცდილობდა პირით ციცინათელების დაჭერას. მიმი კი ჩვეული სიდინჯით უწყრებოდა მეგობარს. ციცინათელები, დაიძახა ლილე. თქვენ ისევ არსებობთ? კი, აქა ვართ და ყოველ შაბათს თვალს ვადევნებ თქვენ კეთილ საქმეებს. დღისით ჩვენ შეუმჩნევლები ვართ, ამიტომ ვერც ერთხელ ვერ შეგვნიშნეთ. ახლა რომ არ აღრუბლები, ისევ დავტკბებოდით თქვენი ცქერით. მაგრამ აქ რატომ ხართ? ხალხმა თქვენი არსებობის შესახებ არაფერი იცის. დედამ მითხრა ციცინათელები გადაშენდნენო. ყოველ ზაფხულს ღამით დაგეძებდით, მაგრამ ვერ გპოულობდით. ჩვენი რაოდენობა ძალიან შემცირდა. ამიტომ ტყეს შემოვაფარეთ თავი. აქ უსაფრთხოთ ვართ. ჩვენ კი თავს უსაფრთხოთ ვერ ვგრძნობთ, ამოილუღლღა ლუიმ. ხო, ირგვლივ ვერაფერს ხედავთ, მხოლოდ სიბნელია, აბუზღუნდა მიმი. ნუ გიშინიათ მეგობრებო, დღეს ხომ სიკეთის შაბათია. თან ჩვენც აქა ვართ, შესძახეს ციცინათელებმა. ერთად შეგროდნენ და თითქოს ჩირაღდანი ანთესო განათდა გარემო. სწრაფად, სანამ ისევ ღრუბლები არ ატირებულან. სწრაფად მახეებისკენ, დაიძახეს მეგობრებმა და ტყეში უფრო ღრმად შევიდნენ. ასე ერთობით გაათავისუფლეს მახეებიდან მრავალი ცხოველი და ფრინველი. მათ შორის იყვნენ კუთფუმფულა მელაკუდა, გრძელფეხება წერო, ტირალი ტურა, ნაცარა ბაჭია, გნოლი და მწყერი. საკმარისია, გონი მორჩით, დაიძახა ლილემ. ციცინათელები გარშემო ერტყნენ მეგობრებს და ახლა ტყიდან გამოსასვლელი გზა გაუნათეს. წინ ლუი მიცუნცულებდა. ლუის ლილე მიყვებოდა, ლილეს შემდეგ მიმი დააბიჯებდა, ხოლო უკან მოისმოდა მადლიერ ფრინველთა და ცხოველთა ხმები. გამოვიდნენ ტყიდან, მზეს ღრუბლები დაემშვიდებინა და თვითონ სხივთა თამაშით უღიმოდა მეგობრებს. მეგობრები კი მადლიერი მზერით მადლობას უხდიდნენ მზესა და ტყის პირას მომზირალ ციცინათელებს. რა კარგია სინათლე ხომ მიმი? წაიჩუჩულა ლუიმ. რა კარგია თქვენ რომ მყავხართ, შესძახა ლილემ და მეგობრები მაგრად ჩაიკრა გულში.